რეჟიმის საპოლიციო რეიდები პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ოლიგარქის მოწინააღმდეგეებს ერთსა და იმავე დროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაუსაფრდნენ. უთხრეს, რომ მიღებულია ინფორმაცია ნარკოტიკული თრობის შესახებ და ამიტომ საჭიროა მათი გადაყვანა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. რეპრესიების ახალი ტალღის შესახებ უფრო მეტს გიორგი კუჟინაძე მოგვიყვება. გიორგი, ეთერში ხარ. გიორგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიდები ამჯერად მიეძღვნა პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ლელოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გუშინ ერთი მეორეს მიყოლებით შეაჩერეს პოლიციის წარმომადგენლებმა და მათ განუმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ ისინი გადაიყვანათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ლელოს წევრი შეაჩერეს, მათ შორის იყო ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ლევან ჯორბენაძე. სამივე მათგანმა უარი განაცხადა პოლიციის ამოთხოვნის შესრულებაზე. მათ კანონით აქვთ ამის უფლება და ასევე 4 საათში ამ უარის თქმის შემდეგ თავად უნდა წასულიყვნენ ექსპერტიზაზე და ჩაეტარებინათ ნარკოტესტი, თუმცა მათ ეს შესაძლებლობაც არ გამოიყენეს და სრულად თქოს უარი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ისინი ასრულებენ უკანონო დავალებებს და ეს არის პოლიტიკური დევნა მათ წინააღმდეგ. რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ბექა პაპაშვილს და გიორგი კუპატაძეს, ისინი დაემორჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ მოთხოვნას, წავიდნენ ნარკოტესტის შესამოწმებლად, თუმცა ისინი სრულიად სულთა აღმოჩნდნენ. როგორც ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეესრულებინა პოლიტიკური დავალება, პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ დაეწყო მორიგი დევნა ნარკოტიკებთან მიმართებით და ისინი ვარაუდებს გამოთქვავენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართულ ოცნებას სურდა და რეალურად მათი მიზანი იყო ის, რომ მათთვის ჩაედო ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ამაულ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მცდელობა. გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი რუსულ რეჟიმს გადავყავდით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადეთ და ამის შემდეგ ის მოცემული 4 საათიანი დრო, რათა გამოგვეყენებინათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, არც ეს გამოვიყენეთ. ჩვენი პასუხი არის ცალსახაა, რომ ჩვენ არ დავემორჩილებით იმ ბინძური და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნებას საქართველოში, რომელსაც ცდილობს რუსული რეჟიმი. აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი სულთა და მე ამას ვაკავშირებ იმასთან, რომ რეჟიმს თუკი მე აღმომიჩნდებოდა უკვე ორგანიზმში რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება, შემდეგ იზრუნებდნენ იმაზე, რომ ჩემს სახლში ეპოვნათ რამე ამოიღოთ, ასე ვთქვათ, ჩაედოთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში სახლთანაც იმყოფებოდნენ გაურკვეველი პირები ჩემს ჭიშკართან და რა თქმა უნდა ეს ცხადყოფს იმას, რომ რეჟიმი გვებრძვის ყველა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს და ცდილობს გამოძებნოს გზები თუ რითი შეძლებს ჩვენს დაკავებას და ჩვენს საპრობილებში ჩაგდებას. იძინა ივანიშვილო და გეკა გელაძე პირველ რიგში თქვენი თანამშრომლები გადაამოწვეთ ნარკოტესტზე და მერე მოდით უკვე მოქალაქეებთან და მერე შეგვამოწვეთ ჩვენ. ქართულმა ოცნებამ ჩაატარა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ქართული ახალგაზრდების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჯიუტად და მედგრად ვიცავთ ამ ქვეყნის თავისუფლებასა და მომავალს, თუმცა ნათლად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ამ ბრძოლაში დამარცხდნენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც გადაიყვანეს ეგრეთ წოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ისინი იმყოფებოდნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ, არ აღმოჩნდით ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს სამართალი და ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ტერორი და ის შიშის დანერგვის მექანიზმი, რომელსაც ძალიან აქტიურად ქართული ოცნება იყენებს, რათა გაგტეხოს და შეასუსტოს ამ ქვეყნის ბრძოლის უნარიანობა. როგორც აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ახლა ოლიგარქი ივანიშვილის პარტიამ ოპონენტების დევნისთვის მიმართა ახალ ტაქტიკას და უმიზესოდ ყველანაირი ინფორმაციის გარეშე ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეები გადაიყვანონ ნარკოტესტის შესამოწმებლად, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა მათი თქმით და როგორც აცხადებენ ისინი, რაც არ უნდა მცდელობა ქონდეს ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, ისინი ვერ გააჩუმებენ მოქალაქეებს და იბრძოლებენ ქვეყნის თავისუფლებისთვის.